გამარჯობათ. დღევანდელ ვიდეო გაკეთებში ახსნი როგორ უნდა გადავიტანოთ iPhone-დან ან iPad-დან არამშრომლობა ფოტოები კომპიუტერში. Windows-ზე ასევე macOS-ზე როგორც კაბელით, ასევე უკაბელით. ტექნიკურ ცოდნას არ მოითხოვს, თუმცა არის პატარა დეტალები გასათვალისწინებელი, რაც უნდა გააკეთოთ. პარამეტრებში უნდა გაასწოროთ რაღაცეები. ამ ყველაფერს ერთად გავივლით და თან ახსნი რას ნიშნავს და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში, სანამ პროცედურას დავიწყებთ, ტელეფონში უნდა შევცვალოთ პატარა პარამეტრები და ჩვენი საჭიროების მიხედვით მოვირგოთ. მოკლედ გადავიდეთ setting-ებში. შემდეგ ფოტოს ვსმით. აქ გაითვალისწინეთ, სანამ ფოტოების გადატანას დაიწყებთ, თუ კი იყენებთ iCloud-ს და iCloud ფოტო გაქვთ ჩართული. ამ შემთხვევაში აქ ორი ვარიანტი, ერთი არის ოპტიმიზაცია ფოტოების, რომელიც მაღალი ხარისხის ფოტოებს ატვირთავს iCloud-ზე, ხოლო დაბალი ხარისხის ფოტოებს შეინახავს ტელეფონში. ეს არის იმისთვის, რათა მეხსიერება დაზოგოთ და ფოტოებისთვის ძირითად მეხსიერებად გამოიყენოთ iCloud. ხოლო მეორე ვარიანტი არის download and keep originals. ეს არის როცა უბრალოდ ორიგინალი ფოტოები, ანუ რაც არის სრული ხარისხი შენახება ტელეფონში და ასევე iCloud-ზე. თუ კი პირველი ვარიანტი იქნება მონიშნული და ასე დაიწყეთ ფოტოების გადმოტანას კომპიუტერში, ანუ გადაყრით კომპიუტერში ფოტოებს, ამ შემთხვევაში თუ პირველი ვარიანტია მონიშნული ოპტიმიზაციით და iCloud-ზე ორიგინალი ხარისხის ფოტოები, ამ შემთხვევაში ტელეფონში გადმოვა დაბალი ხარისხის. და უბრალოდ რაც გაქვთ ტელეფონში ის გადავა კომპიუტერში. აქედან გამომდინარე, მეორე ვარიანტი გაწყობნის შემთხვევაში, თუ კი სრული ხარისხის ფოტოები გინდათ გადაიტანოთ კომპიუტერში. მოკლედ ეს თქვენი გადასაწყვეტია, მე მეორე ვარიანტი მაქვს არჩეული, რადგანაც სრული ფოტოები მინდა გადავიტანო კომპიუტერში. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ პირველ რიგში. ეს ერთი, ახლა მეორე ვარიანტი, აქ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. სულ ბოლოს ტრანსფერისას წერია transfer to Mac or PC. აქ გვიჩვენებს ორ ვარიანტს. automatic და keep originals. ანუ რას ნიშნავს? ავტომატური შემთხვევაში ფოტოები, რომლებიც არის გადაღებული HEIC ფორმატში, ძირითადად iPhone-ი ან Mac-ი არის, iPad-ი არ აქვს მნიშვნელობა, იღებს HEIC ფორმატში, JPEG-ისგან განსხვავებით იღებს HEIC ფორმატში მაღალი ხარისხის ფოტოებს. აქედან გამომდინარე, აქ გვაქვს ორი ვარიანტი, ასაჩევი ავტომატურზე თუ დავაყენოთ, ამ შემთხვევაში HEIC ფორმატის ფოტოებს Windows-ის სისტემაზე გადაიტანს JPEG ფორმატში, ანუ HEIC-ს დააფორმატებს JPEG ფორმატში და შემდეგ გადაიტანს ფოტოებში. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ HEIC ფორმატი უფრო მაღალი ხარისხის არის და მეტ დეტალებს იტევს ვიდრე JPEG. თუ კი ავტომატურზე დააყენეთ ამ ფოტოებს, ავტომატურად გადააკონვერტირებს JPEG ფორმატში, რათა Windows-ზე გახსნათ ეს ყველაფერი და არ დაგჭირდეთ ან კონვერტერი, ან ასე შემდეგ, ანუ ავტომატურად ამ ფოტოებს გახსნით, ოღონდ ოდნავ დაბალი ხარისხის. მეორე ვარიანტია keep originals, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად გადაიტანს ხარისხის ფოტოებიც არის, ანუ სრულად HEIC ფორმატში. ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ Windows-ში ზოგ ფოტოებს ავტომატურად ყველას ანუ ვერ გახსნით. ან დაგჭირდებათ კონვერტაცია, ან დაგჭირდებათ შესაბამისი კოდეკები, ან დამხმარე extension-ი. მოკლედ, აირჩიეთ მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ფოტოების კონვერტაცია შემდეგაც მოახერხებთ. ახლა გავხსნათ ბრაუზერი, Usami Tools, download ჩაწერთ გულში. აი ეს გავხსენით Usami Tools Insoft-ი. შემდეგ დააჭირეთ free downloads. მოწერის შემდეგ
გახსენით საკრავებდი სადაც გამოწერეთ გამოვადის იქნება ძირითადად. შემდეგ ორჯერ დააკლიკეთ. შემდეგ აქ მოვნიშნეთ, აი ეგრე, შემდეგ ისა. შემდეგ დააჭირეთ lunch. პირველი ჩართვისას წესით მითხოვს დრაივერების დაყენებას. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია, ერთი iTunes-ის დაყენებით დრაივერების ინსტალაცია, ხოლო მეორე ვარიანტია უბრალოდ დრაივერების ინსტალაციით არჩიეთ. დრაივერების ინსტალაცია iTunes-ი არაფერ შეესჭირდებათ, უბრალოდ დააჭირეთ. ტელეფონის შეერთების შემდეგ წესით კომპიუტერზე დათანხმებას მოგთხოვთ. ტელეფონზე წვდომისათვის პირველად აერთებთ, უბრალოდ დაითანხმეთ, მოვნიშნეთ trust. შემდეგ გადავდივართ ფოტოს. აქ ვიჩერთ ჩვენთვის სასურველ ალბომს. ან შეგიძლიათ მთლიანად გადაიტანოთ ყველა ფოტო. ამისათვის მაშინ თუ მთლიანად ფოტოების გადატანა გინდათ, ამ შემთხვევაში მოვნიშნოთ კამერა roll. თუ არა და უბრალოდ აირჩიეთ ალბომი, რომლის გადატანაც გინდათ. მაგალითისთვის მხოლოდ ალბომს ავიჩენ, მთლიანი ფოტოების ექსპორტი ამჭირდება. შემდეგ მივთითეთ საქაღალდენ, სადაც გინდათ შეინახოთ ფაილები. Make new folder, დააწერეთ რაიმის სახელი მაგალითად. შემდეგ okay. თუკი ყველაფერი ნორმალურად წავიდა, ამ შემთხვევაში უნდა დააწეროს, რომ ფოტოები დაექსპორტებულია. დააჭერეთ OK-ს, ან open folder. აქ ჩვენ ფოტოები. გაითვალისწინეთ, თუკი ფოტოები გადაგაქვთ კონვერტაციით, ანუ ავტომატურად გადატანით. რა არის დიდი ზომის, მაგალითად 10 გიგაბაიტი 20-ის 50, ან უფრო დიდი. ამ შემთხვევაში დიდი შანსია წყვეტა კონდეს და ერთ სესიაზე დიდი რაოდენობის ფოტოებს ვერ გადაიტანთ, ამიტომ მოგიჩვენებთ, რომ გადაიტანოთ კონვერტაციის გარეშე ორიგინალი ფოტოები, ხოლო კონვერტაციას შემდეგაც შეძლებთ. ის რაც შეეხება Windows. მოდი ახლა ვნახოთ Mac-ზე როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. ის დავხუროთ. macOS-ში იქიდან გამომდინარე, რომ macOS-ი Apple-ის ეკოსისტემაა. აქედან გამომდინარე iPhone-ის ხარდაჭერა ჩაშენებული აქვს, ამიტომ ეს პროცესი შედარებით მარტივია macOS-ზე. და აქ ზედმეტი აპლიკაციის დაყენება საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა თუ ეს ვარიანტი არ გაწყვეტთ, აქაც შეგიძლიათ 3 U-Tools-ი დააყენოთ და პროცესი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს ინტერფეისი. მოკლედ, macOS-ზე რას ვაკეთებთ? macOS-ზე გვჭირდება utility image capture. ამისათვის ვაწვევით command spacebar და search-ში წერთ image capture. მეორე ვარიანტი შეგიძლიათ აქ დააჭიროთ სიდამარჯვენე კუთხეში go, შემდეგ applications, შემდეგ აქ მოძებნეთ image capture.
გახსენით. შემდეგ დაეთეთ ტელეფონი. მოკლედ, აქ შეგიძლიათ აერჩიოთ ფაილები, სათავოდ გადაიტანოთ ერთი ან რამოდენიმე, ან მთლიანად გადაიტანოთ. თუ მთლიანად არ გინდათ, შეგიძლიათ მონიშნოთ სათავოდ. კლავიატურაზე ამისათვის დააჭირეთ Commands, ანუ გეჭიროთ და არაუშვათ და თან აირჩიეთ ფაილები, რომლის გადატანაც გინდათ. სიტყვაზე. აქ import to, ანუ აქ ვირჩევთ სად გადაიტანოს ეს ფაილები. სიტყვაზე ავირჩიოთ, მოდი. ვიყოს დოკუმენტები. შემდეგ აწვევით downloads. ეს იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი არჩეული ფოტოები გინდათ გაიტანოთ და არასრულად. ხოლო თუ კი სრულად გინდათ გაიტანოთ, ამ შემთხვევაში ვაწვევით download all. აი ამას. და დაიწყებს იმპორტირების პროცესი. გაჩნია რა ზომის ფაილები გაქვთ, რამდენია, აქედან გამომდინარე დრო შეიძლება განსხვავებული იყოს თქვენთან. თუ ნაკლებია, შესაბამისად ნაკლები დრო დაჭირდება, თუ მეტია, მეტი დრო დაჭირდება. მოკლედ შევიდეთ დოკუმენტები გავხსნათ და ნახოთ გადაიტანოთ ჩვენი ფაილები. კი ბატონო, აქ არის. გაითვალისწინეთ იმ შემთხვევაში, თუ კი ფაილები გინდათ რომელიმე ფოლდერში დაალაგოს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შექმნათ ფოლდერი სიტყვაზე და თქვენი სასურველ ფოლდერში მიუთითოთ ფოტოების შენახვა. ამისაც ვაწვევით other. შემდეგ გადავიდეთ იქ, სადაც შექმნით ჩვენი ფოლდერი. უთითებთ, შემდეგ ვაწვევით choose. შემდეგ უთითებთ ფაილებს ათთავოთ, ან თუ ყველას გადატანა გინდათ, მაშინ ვაწვევით download all. სულ ეს არის მეგობრებო. არაფერი ისეთი ძნელი არ არის, უბრალოდ გაითვალისწინეთ დეტალები. ეს რაც შეეხებოდა კაბელით გადატანას, თუ არ გაქვთ კაბელი, ან პორტია დაზიანებული ტელეფონის ან კომპიუტერის, ან უბრალოდ სხვა მიზეზი არ აიმე, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიტანოთ უკაბელოდ, ჩვეულებრივ wireless-ით, თუ გაქვთ Mac-ი, ამისათვის ვიქცევით შემდეგნაირად, შევდივართ ფოტოებში. შემდეგ ვირჩევთ ფოტოები, რის გადატანაც გვინდა. მონიშნეთ, ან ერთიანად, ან სასარგე, არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ქვედა მარცხენა კუთხეში აი გაგზავნის პატარა ხატულა როა, მაგას ვაწვევით. აქ თავარ მენიუში წესით airdrop-ი უნდა იყოს სადმე გამოტანილი, მაგრამ თუ არ არის, უბრალოდ ჩამოშალეთ more, აი აქ უნდა იყოს. მოკლედ აირჩიეთ airdrop-ი. ხო, Wi-Fi და Bluetooth-ი აუცილებლად ჩართული უნდა გქონდეთ, ისე არ მუშაობს. შემდეგ Mac-ზე ასევე Mac-ზის უნდა ჩავთოთ airdrop-ი, რა თქმა უნდა. ამისათვის და შემდეგ airdrop-ი. შემდეგ ჩავთოთ და აქ უთითებთ everyone. აი აქ უნდა იყოს წესით. შემდეგ გამოგიზრდება მოწყობილობა რა სახელიც ქვია Mac-ს. ვაწვევით ამას.
მოკლედ სულ ეს იყო. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. კარგად.